და დროა გავეცოთ კულტურის სიახლეებს. გუშინ რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო ლექსო არ დაიკარგები გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ინდივიდუალურმა და ჯგუფურმა შემსრულებლებმა ქართული ფოლკლორის საღამო სიმღერით, ცეკვითა და იუმორით გააფორმეს. კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. საღამო ვახუშტი კოტეტიშვილის ალექს შინჯარაულის და იურა ჯაფარიძის ცრონას ეძღვნება იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ხალხური სიტყვიერების შენარჩუნებაში და აღმოჩენაში. ეს ადამიანები დადიოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და სახალხო მთქმელები თბილისში ჩამოყავდათ, ამიტომ ეს ტრადიცია დღეს გრძელდება და დღევანდელი საღამო სწორედ ამის მაჩვენებელი არის. ეს საღამოები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ფოლკლორისთვის და ამ დარგისთვის, ქართული ზებრების რიტუალების დარგისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიმუში სწორედ ამ საღამოებმა შემოენახეს, რომელსაც ბატონი ვახუშტი და ეს ადამიანები, მოწმოსილი ადამიანები ატარებდნენ.